ნიშანდობლივია, რომ დღეს არის 14 მარტი და ზუსტად დღეს გვაქვს სავსე მთვარეობა და მთვარის დაბნელება. ზოგადად დაბნელებები არის ხოლმე კლასიკურად წელიწადში ორჯერ, როგორც წესი გაზაფხულზე და შემოდგომაზე, შესაბამისად ეს პერიოდები არის ხოლმე ტრანსფორმაციული. რას ნიშნავს ახლა ეს, ხო? დაბნელება რომ ხდება მზის და მთვარის, ეს ხსნის ერთგვარ ტრანსფორმაციულ პორტალს და საკმაოდ საბედისწერო ცვლილებების პერიოდია ხოლმე. ეს დერეფანი, ანუ იგივე დაბნელებების კორიდორი გვაქვს 14 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით. და კონკრეტულად რა ნიშნებს შეეხება, ხო? თან რო ვთქვათ ესეც. ვინაიდან დღეს გვაქვს კომბინაცია მზე თევზი მთვარე ქალწული, რა თქმა უნდა, თევზებს და ქალწულებს განსაკუთრებით შეეხებათ და კიდევ ტყუპებს და მშვილდოსნებს და ასევე მზის დაბნელება გვექნება უკვე 29 მარტს. და ეს შეეხება უკვე სასწორებს, ვერძებს, კირჩხიბებს და თხის რქებს. აი ამ ნიშნებზე განსაკუთრებით ექნება გავლენა. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ემოციური ფონი, აი ყველა მგრძნობიარე ადამიანში მაინც მომატებულია, ხო? იმიტომ რომ დაბნელებები არა მხოლოდ ცალკეულ ზოდიაქოებზე იწვევს გავლენას, არამედ ყველა ადამიანზე, ხო? ამიტომ თუ გქონდათ დაუშვათ წინა პერიოდში მომატებული დეპრესიულობა, დაუშვათ ან ემოციური ფონი, ან კონფლიქტურობა, ან ძილიანობა, ან პირიქით უძილობა, ხო? ეს ყველაფერი გამოიწვია სწორედ იმან, რომ სანამ დაბნელებების პერიოდი დაიწყება, 2-3 კვირით ადრე ადამიანები უკვე გრძნობენ აი ამ ტრანსფორმაციულ პროცესს. და რა რეკომენდაციები შეგვიძლია ვთქვათ? აი ამ ორკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 14 მარტიდან 29 მარტის განმავლობაში, ხო? თუ არ არის გადაუდებელი, უმჯობესია რომ არ გავაკეთოთ ოპერაციები დავუშვათ, ახალი შენაძენები, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სერიოზული გადაწყვეტილებები დავუშვათ, ხო და წამოწყებები. აი ეს მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ. ყველაზე შემიძლია ვთქვა, ყველა ადამიანისთვის უნივერსალური რჩევა არის ახლა ეს, რომ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მივხედოთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას და ის შფოთიანობა, ის ნერვოზულობა, ხო, რაც შემოიტანა ცოტა და ეს არასტაბილური ემოციური ფონი ამ პერიოდმა რომ შემოიტანა, კარგია მედიტაციები დავუშვათ, ხო? სუნთქვითი ვარჯიშები, პრაქტიკები, ასევე მშვენიერია თუნდაც სპორტი, ვარჯიში, ხო? ნუ თუ ვთქვათ, მორწმუნე ხართ, ლოცვად შეიძლება ამ პერიოდში, ხო? ანუ საბოლოო ჯამში დაბნელებების კორიდორი ამავდროულად გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ აი წმენდითი მედიტაციები ვთქვათ, ხო? დავანთოთ სანთელი, ან პალოსანტო, ხო, წმინდა ხე, ან საკმეველი თუ გაქვთ, რომ ეს ნეგატივი, რაც დაგროვილი გქონდა წინა 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში, ხო? შეგვიძლია რომ აი ამ დაბნელებებს გავატანოთ ეს ნეგატივი.